ეზელი? ეზელი, კენანი, ყველე. რამეს მოვიფიქრებთ? ჯერ მე გაჩუმდი მამა, გეხვეწები, გაჩუმდი. ქალაქიდან გაგიყვან. მანქანა შეიჯდები. მანქანას უნდა დავჯერდეთ. ეიშა. რამდენიმე დღე მანქანაში ვიცხოვრებთ. სასტუმროში არ შეიძლება. ვერც ამ ტელეფონით ვისარგებლებთ. ეიშა. ისინი ყველას პოულობენ, ყველას. საკრედიტო ბარათების გამოყენება არ შეიძლება. ვის ურეკავ? ერთი წუთით. მამა, ვის ურეკავ? ერთი წუთით. Eşan neredesin? ეიშან სათხარ. Cengiz. ჯენგიზ. მე ვარ სერდარი. მოვახერხე თავის დაძვრენა. Hadi be. მართლა? Tabii ki. რა თქმა უნდა მოვახერხებდი. Vay be. ოჩახ. Zaten kim haklı? შენ ვერავინ ვერ მოკლავს. Yok öyle biri. სერდარ. Serdar. ეიშანი შენთან ერთად არის? Ben de onu სწორედ ამის თაობაზე მინდოდა შენთან ლაპარაკი. მომისმინე, ისინი უკან მოგზდევენ. ეიშანს დარტყმის ქვეშ ნუ დავაყენებთ. Kesinlikle. რა თქმა უნდა. bak თავშესაფარი მომიძებნე და ცოტა ფული მომეცი. birkaç მერე წავალ აქედან. ondan sonra ben kendi yoluma giderim. Tabii bulur. რა თქმა უნდა, ეს გონივრულია. Neredesin? ახლა სათხარ. მითხარი მოვა. კარგი. Tamam. კარგი. Tamam geliyorum. Oldu ver. İyi ki beni aradın sen. ოჩახ რომ დარეკე სერდარ. Sen hiçbir şey derdin. ნუ რაფერზე ნუ იდარდებ. Kızım var. შვილო აღარ გაწყენინებ. İneceğim arabadan. წავალ და bir daha da არასოდეს აღარ დაუბრუნდები. bir şey deme. ნუ რაფერს ნუ მეტყვი. მამამ ასე გადაწყვიტა. Yavaş abi yaklaşma. თხილად ახლოს ნუ მიხვა. Sen böyle აი ასე მუშაობ? ყველაფერს მოვაგვარებ, ახლა მასთან მივდივარ. Sen gitme. შენ არა. O gidiyor. ესავა. Acele ნუ etme. ავჩქარდებით. Ne acele? ნუ ავჩქარდებით? Bu adam იმ ტიპმა benimle ჩემი evlenmez. ბრძანებით კაცი მოკლა. Evime მერე სახლში გამომეცხადა და მემუქრებოდა. მან არც ერთი დღე არ უნდა იცოცხლოს. iş başa ეს düştü. შენი სამუშაოა, თემუს. ო, კინაღამ დამავიწყდა. Bu sene ეს წლიური პრემიაა. თემუს, Hiç saygı. ითვლი მაინც რამდენია? Eve gidip სახლში ვითვლი. hep. Parayı da ფულზე არ გეკითხები. kaç kere ითვლი მაინც ödemiştim. რამდენჯერ დაბრუნდი ხელწერიელი. Merak etme. ნუ დარდობ. Ben seni მე ვითვლი შენ მაგივრად. Ben de gidiyorum. მე წავალ. ეიშანს რამე არ დაუშავდეს. ან რამეს რომ არ მიხვდეს. უნდა მოგილოცოდები? რა? Ha. ო, Ne diyorsun? როგორ გონია ყველაფერი გამოგვივა? ახალი წელი იწყება, ტეფო. სუსტად კარგი დროა ახლის დაწყების სირწმუნოს კაცმა. Bu yılda hayatta kal. ვეყოფა ამ წელს რაც გადავიტანეთ. ყველამ არა. კამილის საფლავზე წამიყვან. რა თქმა უნდა. Ne o? Yeni ეს ახალ წელს გასაკეთებელი საქმეების სიაში გაქვს? ისევ დავიწყებ ვარჯიშს. მამა ჩემ შეურიგდები. დედა ჩემზე ვიზრუნებ. ჩემ შვილს დავუმეგობრდები. რამის გაუფრთხილდები. კენანზე შურს ვიძიებ. არც ომერს დავივიწყებ. წლის ბოლოსთვის ეზელის საქმეები დასრულდება. ყველა ვერ იღებს ასეთ საჩუქრებს ახალ წელს. Senin listenin bir kısmı მეც მაქვს ჩემი სიაძმაო. Casus ablayla. ჯაშუს შევირთავ ცოლად. ტრეპს მოვიშორებ თავიდან. წლის ბოლომდე ქორწილამდე დევფიკის ყველა საქმე წარსულს ჩაბარდება. ასე აჯობებს. ჩვენგან წახვალ?
უკვე დანიშნეთ ქორწილის დღე. არა, შებნებმა თვითონ გადაწყვიტოს. მე კი წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, შენს მშობლიურ სოფელში ვქონოდა ქორწილი, მაგარი ქორწილი გამოგვივიდო და ბუნებაში ცხენებით. რატომაც არა? ნუ ეს კარგი მიზეზია გაყრისთვის. ერთი თხოვნა მაქვს შენთან ტეფო. კლუბის ყველა თანამშრომლის საქმე შეამოწმე. დამიჯერე, ეირმა თავისი კაცი შემოგვიგზავნა. Kalıbımı basarım, içeri birilerini sokmuştur. Baş üstüne. რა თქმა უნდა. იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა, ადვილი შესაძლებელია, რომ იმაზე საერთოდ არ გვაქვს ეჭვი. Abi. მეგობარო, Bir oyun bu. ეს თამაშია ტეფი Herkesten და şüphelenen. მისი წესები ასეთია. Şu kız ის var გოგო mı? ბადე, Var mı hakkında? რამე იცი მის შესახებ? CV-sine პირად საქმეს გადავხედე, მაგრამ Durmaz iyi. არა, იქ ყველაფერი შეთხზულია. İyi öyle kız. მას კარგი ხასიათი აქვს, ბევრს მუშაობს. Öyle mi? რა იყო მასე გაქვს ეჭვი? Öğrensene. რამე გაარკვია მასზე. Yok canım şüphe. არა, მასზე საერთოდ არ მაქვს ეჭვი. აბა რატომ უნდა გავარკვიო? გასაგებია. Ha. Ne? რა? Ha tamam abi. კარგი ძმაო, კარგი. Tamam. კარგი. Ay ya bunun Dedi hazırı madalba. yok muydu? Parmakları გზა იყო. boyanmış. ხელები სულ დამესვარა. Senin düğününde შენს de ქორწილზეც yapacağım. დაგიხატავ პლაკატს. Ezel istedi. ეზელს Böyle რამე bir şey უჩვეულო var, უნდა და Ne bileyim yapıyorum. რა ვიცი. მეც ავდექი და ამას ვაკეთებ. Öyle biri ის midir? ყოველთვის ასეთია? Nasıl? როგორი? Yani böyle yaratıcı შემოქმედებითი ადამიანია? Ha. Bayılır. მერე როგორი? Kendini bile შეიძლება baştan ითქვას მან თავად yaptı შექმნა საკუთარი თავი. Ha iyi çünkü ben კარგია böyle თორემ მე takılıyorum kafama ყველაფერს göre. ჩემ სტილში ვაკეთებ. ასე Sana გააგრძელე. bir şey demez. სულ ერთია, მაინც არაფერს იტყვის. Niye? რატომ? Sevdiğim იმიტომ რომ მოსწონ ხარ. Sevdi. მოსწონ ხარ? Ha iyi. კარგი. Sana mı თვითონ გითხრა? söyledi? სისულელეს ნუ ამბობ. Saçmalama bana öyle ასეთ რამეებზე არ ლაპარაკობს ჩემთან. Ha, öyle çok ის საერთოდ duygularını ცოტას belli eden ლაპარაკობს biri değil გრძნობებზე. galiba, pek sır არც paylaşmıyor. საიდუმლოს უზიარებს სხვას. çok hoşsun. რა გულუბრყვილო ხარ? Adamın kendisi. ის თვითონ თავიდან bოლომდე საიდუმლოა. Ben de böyle იცი? ayrılmayı გავითამაშე, düşünüyorum ვითომ çok მივდიოდი. için. მინდო და ხელფასი მოემატებინა. არ გაბედო მასთან ბლეფი. ეგრევე გაგაგდებს. Ezel. ეზელი არავის დააკავებს ძალით. Çok hoşsun. რა გულუბრყვილო ხარ? გივოცავთ ახალ წელს. Tefo? ტეფო, Ne haber canım? როგორ ხარ საყვარელო? Çok mu özledin? მოგენატრე? Pardon. მაპატიე, ქმარი მირეკავს. Ne istiyorsun? Kocan mı? ქმარი? Sakın როგორ შენ ო, kabul et. დათანხმდი? Evet. ო, İyi iyi. ყოჩა. Çok iyi. მოდე ახალ ქმარს დაუჯერე. მე გაარკვევ რამიზი სად არის. Sonra da Ramiz'in yerini bul bana. Çok korkunç. არამზადე ხარ ჯენგის. Onun için de ახლა ამისთვის ავრეკავ. იცი ეზელი სად არის? Çıktı. წავიდა. Tevfik'le გონი ტეფფიქს უნდა შეხვედროდა. Niye? რატომ? Söyledi mi? არ უთქვამს? Yok. არა, მაგრამ Ama çıkarken გონი eşyalar წასვლის წინ konuşuyorduk galiba. ეიშანს ელაპარაკა. Cengiz varsa dert თუ var. კი ჯენგიზე აქ არის ძმაო, ესე იგი რაღაც არ არის სასრიგში. აქაურობას მოვათვალიერებ, შენ აქ დამელოდე. ჯენგის, ჩემ შვილს გავუფრთხილდი, მე აღარ დავბრუნდები. Biliyorum. ვიცი, ვიცი. Gel şöyle yürüyelim. მოდი მოფარებულ ადგილას გავიდეთ. ბევრი არ მინდა, ერთ თვეს რომ ეყოს. Yani çünkü Mzes umzirası. kadar ona göre hesap et.
რა გჭირ შვილო, რა ხდება? არაფერი, ეზელის გამო ვნერვიულობ. მომისმინე, ვალს აუცილებლად დაგიბრუნებ. სერდარ გაჩერდი. სერდარ. ძმაო, წადი აქედან. ეშენ, მანქანა დაკოკე, ისინი მომსდებენ. ჩკარა შვილო, ჩკარა, მომსდებენ. ჩკარა შვილო. ნელა. Yürü. წადი. Yavaş. ნელა. ეს დაუჯერო, სად გავიქცე? სად წაგიყვანო, როგორ მოვიქცე? ჯანდაბა შეწადი, მამა. მითხარი რა გიყო? არაფერი შვილო, ოღონდ დაწნარდი. გადადი, მამა. წადი. წადი. მე პატივისცემას ველოდები შენგან, როცა ჩემთან ერთად მუშაობ. შენგან მორჩილებას ველოდები. ცუდია, როცა პისტოლეტიდან ხელს მაღებინებ. ძალიან ცუდი. კიდევ გვაქვს რამე სათქმელი? კი. მე ველოდები, რომ შეცდომით არ წარმოთქვამ ჩემს სახელს. კარგი. კიდევ გინდა რამე? შენგან ველოდები. კარგად გაიგო, რომ როცა მოვისურვებ, მაშინ მოგკლავ. გასაგებია? კარგი. კიდევ გინდა რამე? რას აკეთებ? შენი ადგილი შეგახსენე. ოდესღაც სიკვდილივით მეშინოდა შენი. შენზე საშინელი ადამიანი არ მეგულებოდა, მაგრამ ახლა აღარ მეშინია. იცი რატომ თემუზ? ახალი თემუზის საშიში აღარ არის ჩემთვის. შენ დაქირავებული მკვლელი გახდი. ჩემი თვალით ვნახე ეს. ეული მგელი სხვა საქმეა, მაგრამ ახლა შენ ჯაჭვით დაბმული ძაღლი ხარ. გასაგებია? ისეთი საშიში აღარ ხარ თემუზ. ხომასეა. ასია. თუმცა ამის შეცვლა შეიძლება. მზად ვარ ახალი წინადადების მოსასმენად. რა სიტყვი იმაზე შეკვეთა რომ მოგცე? ეს შენს სტილშია. ფოტო და სახელი მჭირდება. კარგი. ყველა შეკვეთას არ ვიღებ. ამას აიღებ, გარწმუნებ. გადახდა ნაღდი ფულით.
შევდეხვდით პარტნიორო. ხელს არავის არ ვართ მე. რა მოხდა, საიდან გაიგეს ჩვენ შესახებ? რატომ ატყდა ისევ სროლა? ისინი სერდარს ეძებდნენ, ჩვენ არა. სერდარს კი, მაგრამ რატომ? არ ვიცი. მაგრამ ვიცი, სად წაიყვან სეიშანი მას. სად? ამას მე თვითონ მივხედავ, ტეფო. შენ კლუბში დაბრუნდი. რატომ არ მეუბნები? ტეფო, ჩემზე გაქვს ეჭვი? მათ სერდარის მოკლა უნდათ. რა? მათ სერდარის მოკლა უნდათ. შებნემი სერდარის მისამართით დაბრუნდა, მაგრამ მათ მისი მოკლა უნდათ. არა, ეს დამთხოვაა. შეიძლება. შეიძლება შებნემის გამოიყენეს. რა თქმა უნდა, ასეა. ან რაღაც მომენტში მინდოდა რომ მათ მოეკალე. მოკლან და ყველაფერი დამთავრდება მეთქი გავიფიქრე. ეიშან, ისინი მიპოვიან. ჩემი საქმე წასულია. ადრე მოვახერხებდი დამალვას, მაგრამ ახლა ის აღარ ვარ, რაც ვიყავი. აღარ ვარ. ვიცი, მამა. მაგრამ მე საკუთარ თავსაც კარგად ვიცნობ. შენს თავს იმათ არ დავუთმობ. რა სიზამ? ამჯერად რაღა სიზამ? მომიწევს ახალ წელს მამასთან ერთად შევხვდე. გაზიანთეფი 1974 წელი. სად არის? მიდი მასთან. შენ გგავს. აიყვანე ხელში. შვილო. სტამბოლი 1974 წელი. კიდევ გაქვს შანსი. და ეს სიკვდილი. გაზიანთეფი 1974 წელი. შვილო, მე მგავხარ? შენ ჩამოხვედი. როგორც იქნა ჩამოხვედი რამის. მეთინ. გაიგე, რამდენი ხელმოკლე ადამიანია ამ საავადმყოფოში. ყველას თანხა გადაუხადოთ. რამის გარაისკის ბიჭი გაუჩნდა. ეს ყველას გაუნაწილე. ეს დატოვე. ეს ჩემი შვილის დედისთვისაა. სტამბოლი 1974 წელი. გამარჯობა ბატონო კენან.
აქ ხარ ჩემო დედოფალო. Küsmesin. უბრაზდები. Ağladı mı? შე რა ტიროდი? არა, საღებავი ჩამივიდა Makyaj თვალში. yapıyordum, fark açtı. Kapa bakayım. აბა დახუჭე შენი ულამაზესი თვალები. დახუჭე. Kenan, Kenan, hiç halim yok. ახლა ამის ხასიათზე არ ვარ. Kapa dedim. დახუჭე მეთქი გითხარი. Bakalım neymiş? აბა ვნახოთ რა არის. Açması არ გამოიხედო. Çok güzel. რა სილამაზეა. mutlu musun? ბედნიერი ხარ? Artık olur. ვიქნები. Artık mutlu დღეიდან olacağım. ვიქნები. Üzdüm seni onca იმდენ ხანს გაბრაზებდი, Yok geri უმიზეზოდ გიბრაზდებოდი. Bağışla. მაპატია. Artık ახლა mutlu olacağım. ბედნიერი ვიქნები. გაზიანთები 1974 წელი. აღარ წახვალ. ჩვენთან დარჩები. Neymiş bölüm oğlum. პატარა სანგელოზი ვიცინავს. ვერ დავრჩები. აქ ვერ გავჩერდები. Burada kalamam ben. სამწუხაროა, მაგრამ ასია. მიდი ხარ. ისევე შვიათად ჩამოყვალ ხოლმე ჩვენ სანახავად. Bu gece gidiyorum. არ ვიცი. Ramiz Bey, ბატონო რამეზე ექიმს ვკითხე. ის ახლა ვეგას ინჯავს მათ. მერე შეგიძლიათ ცოლი და ბავშვი სტამბოლში წაიყვანოთ. სტამბოლში? İstanbul'a ya. სტამბოლში. Sizi de götürüyorum Rabi. თქვენ ჩემთან ერთად წამოყვალთ. Ondan sonra მარტო აღარ დაგტოვებთ. სტამბოლი 2010 წელი. Ne güzel. სასიამოვნოა ყველანი ერთად რომ შევიკრიბეთ როგორც ძველ დროში. Gerçi ben o zaman ხოლო ესა მაშინ მე მიწევდა ფეხზე მდგომს ლოდინი. ayak. დიდებული დრო იყო. Hey gidi gidi. დიდებული. ახლა უკვე ყველაფერი კარგად გაქვს. ილოცო. შენ ჩვენ არ გავხარ იოსებ. ჩვენ დავბერდით. შენ კი გაიზარდე. ნახე ფეხქვე შეგება. ახლა ჩვენება მას სეირს. ჯერ მკოცნი. მერე კი მეუბნები რომ არ გიყვარვარ. კარგად გეხერხება ადამიანისთვის თავგზის აბნება. Sadede gelelim. საქმეზე გადავიდეთ. Silah წლების განმავლობაში ის იარაღი ჩემი იყო. ეზელი გამოუცდელია, საერთოდაც Ezel ki. ვინ არის? Bu işte tecrübe değil. ჩვენ საქმეში მთავარი გამოცდილება კი არა. ჭკუა. Bir sus ოდა da გაჩუმდი, konuşsun. მანი ლაპარაკოს. Yaşınız მე აქ იმიტომ მოვედი, რომ თქვენს ასაკს ვცემ პატივს. benim gücüme თქვენ კი ჩემს ძალას ვცემთ პატივს. mesele güzel. მოდით ეს საქმე მშვიდობიანად დავასრულოთ. ჩვენმე გული მომიკალი. Beni tanıyor. კარგად მიცნობთ. O işi იცით რა კარგად ვასრულებ ჩემს სამუშაოს. Dahası neler იცით კიდევ რა შემიძლია. Bilmiyoruz. ჩვენ არ ვიცით. Biz seni ჩვენ არ ვიცით კიდევ რა შეგიძლია. bilmiyoruz. არ ვიცით. Sen შენ kim საერთოდ oluyorsun ვინ ხარ ძმაო? kardeş? Ben kardeş. მე ის ვარ. Şimdi ვინც ახლა ფეხზე მდგომი გელოდება. Adamım.
ეს კარგადაა შენთვის ნაცნობი. შენ აქედან უკვე გადახვედი იქით მხარეს. ეს ადვილი იყო არა? გადახვედი და ყველა ფეხებზე დაიგიდე. შეგიძლია ყველა ფეხით გათელო. ყველა ჩუმად იყოს. მაგრამ ახლა შენ იქნები ჩუმად და მოისმენ. გასაგებია? ისინი ელაპარაკებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ. და იცი რატომ? იმიტომ რომ შენ თვითონ არ იცი რა შეუძლია იმას, ვინც აქ ზის. ძმაო ნაჯიბ, ამ ბიჭს ლაპარაკის უფლებას მისცემ? მე ვილაპარაკებ, იოსებ. შენ უკვე დიდი ხანია ყველა საზღვარს გადახვედი. ბებრები დაივიწყე. კუთხეში ჩააჩოჩე. ბევრი უსამართლობა იყო. ჩვენი მეგობარი მართალს ამბობს. ჩვენ ჩუმად ვიყავით. მაგრამ დღეს ამას წერტილი დაესმება. შენ დათმობ ამ გარიგებას. დათმობ, გესმის? შენ რა დამცინი? როგორც უხუცესი, ჩვენს გადაწყვეტილებას ვაცხადებ, იოსებ. გარიგება ეზელს ვრჩება. ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა. ვინმე წინააღმდეგია? თქვენ საერთოდ ვინ ხართ? ყველას გაგანადგურებთ. მე არ ვეთანხმები თქვენს გადაწყვეტილებას. ყველას გაგანადგურებთ, გასაგებია? თქვენ ვინ ხართ, რომ გარიგება ჩამომართვათ? გესმის, ბებერო? შენ გელაპარაკები. არ გაბედო. არ გაბედო სიცილი. არ გაბედო სიცილი. თქვენი საქმე წასულია. წასულია. გესმით? ეს ბიჭი ვინ არის რამის? კარგად გაგიზრდია. ერთი ეგა ჯერ არ გაგვაცანი. თვითონ გაგეცნოთ, ჰუსეინ. დღეს არ მუშაობ, ისედაც ძალიან კარგად გგრძნობ თავს. კარგი გავიცნოთ ეს ახალგაზრდა. კარგი. კარგი. გასაგებია. მანქანის ნომერი გადავეცი. ოქმეიდანზე ნახეს. ჩამომსვი. აქ ჩამომსვი. ეიშანს გონია რომ სერდარის გადარჩენაში ვეხმარები. ისევ ერთად არ უნდა ვნახოს. თემუს კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. ეს ეიშანისთან დასწრებით არ გააკეთო. კმარა.
გამარჯობა. გამარჯობა. როგორ არის საქმე? ლამაზია. დიდი მადლობა. დილიდან ვცდილობდი. ამაზე არ გეუბნები. შენი ვარცხნილობა და მაკიაჟი ვიგულისხმე. ეზელი როდის მოვა? საახალწლო კოქტეილი მოვიფიქრე. მინდა გასინჯოს. არ ვიცი. ალბათ შეყვარებულთან ერთად ხდება ახალწელს. ეზელს არ ყავს შეყვარებული. არა? ალბათ ძალიან მარტოსულია. ძმავალი, მითხარი რომ ჩემს გრძნობებს უნდა ვენდო. შებნემთან დაკავშირებით ამბობ? ვენდობი. რას უნდა ვენდო? რას უნდა ვენდო? ურავის ნუენდობი მეგობარო. ასეთია ცხოვრება ტეფო. ის მუდამ ერთსა და იმავე ადგილზე გირტყამს. გოგო შეგიყვარდა. მან კი გაკრიდა. შენ აბატე? მან ისევ გაკრიდა. შენ გიყვარს. ის კი კვდება. სხვა შეიყვარე. ისიც კვდება. ასეთია ცხოვრება ტეფო. სულ ერთსა და იმავე ადგილას გირტყამს. და თუ დაუზიანებელი მხოლოდ ერთი ადგილი დარჩა. და ხელებზე ისევ საყვარელი ქალის სისხლი გაქვს. მისი გული ხელით გიჭირავს. განსაკუთრებით თუ მას უყვარხარ. მით უმეტეს ასეთი მამის შვილი. ის მუდამ ვიღაცის სამიზნეა. სამწუხაროა. გული მოვუკალი. მაგრამ არც მე ვარ ქვის, მეგობარო. მეწოდება საკუთარი თავი. მართლა მეწოდება. მე ქვის არა ვარ, მეგობარო. ამიტომ საკუთარი თავი მეწოდება. Bunları ona da söyleyeceğim mi? იმას ეტყვი ამ ყველაფერს. Senin sivrisinekler... გული მერევა მაგ შენს ნათქვამზე. მათ რამიზის იმედი აქვთ? რამის ენდობიან ახალგაზრდების იმედი აქვთ. ახლა რა ხდება? ჯერ ყველასთვის უცნობმა ტიპმა პატარა კლუბი გახსნა. ახლა ყველა ამ ტიპზე ლაპარაკობს. დროა ძალა გამოვიყენოთ. დროა იარაღს მოვკიდოთ ხელი. მე მგონი ახლა ამის დრო არ არის. დაგავიწყდეთ ჩვენი გეგმები. უკეთესი იდეა გაქვს კენან? მაქვს. მე მგონი გადაწყვეტილება ყველა ავტორიტეტმა უნდა მიიღოს და არა რამისმა. მათ რაღაც უნდათ შენგან რაღაცის ანაზღაურებას ელოდებიან. ელოდონ. მე მგონი აჯობებს რაღაც მივცეთ. ან მოგება უნდა დაუთმოთ, ან ეს გარიგება. იგრძნონ რომ საქმეში არიან, რომ მოვლენების ცენტრში არიან. სანაცვლოდ რას მივიღებთ? ეზელის თავს მოსთხოვ მას. მე კი არაფერს არ გააკეთებ. Alo. Najib, მეგობარო. აქ დაგიდე. ერთი წუთით. ჯან? როგორ ხარ შვილო? აძვის ხეს ვრთავ. ძია მომთაზმა მომიტანა. შენ არ მოხვალ?
მე ბაბუასთან ერთად ვარ. შორს ვართ. უბრალოდ მინდოდა შენი ხმა გამეგონა. ყველაფერი კარგადაა, დედა. შეიძლება ახალ წელს სახლში დავბრუნდე. კი. მომეცი ტელეფონი, მინდა ჩემ შვილიშვილს დაველაპარაკო. ბოკვერო, როგორ ხარ? ბაბუა, ბაბუა მიემგზავრება სად მიემგზავრები ბაბუა? აფრიკაში. ამჯერად დიდი ხნით. Bu seferki iş uzun. ალბათ 5 წლით. 4-5 sene oralardayım. Mektup წერილებს მოგწერ. ჩემს თავგადასავალს მოგიყვები. დედას უთხარი, რომ შემდეგში მე შენთან ერთად წამოვალ. Tamam. კარგი, გპირდები. Dede, yeni yılın kutlu olsun. ბაბუა, ახალ წელს გილოცავ. Kapatmam gerek. ახლა უნდა წავიდე. Muntazam წია მომთაზმა უკვე მთელი ნაძვის ხემორთო. Ya. კარგი. სწორედ აქ დაგტოვე, მამა. აი, ისევ დასაწყის დაუბრუნდით. ეს კარგად მოიფიქრე. ხოლო დამაღამ. მერე შენ თვითონ მიხედავ საკუთარ თავს. იცი, არასოდეს არ გაპატიებ, მამა. Affet. ნუ მაპატიებ შვილო. Benim შვილმა მამა გადაარჩინა. ეს საკმარისია. bu bana ეს ცხოვრების ბოლომდე მეყოფა ეიშან. შედი, მამა. შედი. მე არაფერ შუაში ვარ. ეზელმა გამომიგზავნა შეტყობინება. აქ დამიბარა სერდარი უკანასკნელად რომ მენახა ცოცხალი. არჯობი ეს ნაბიჯვარი აქვე მოკლა. პირობა მივეცი. აქ სხვა რამისთვის შევიკრიბეთ. დღეიდან სულ ასე იქნება? ასეც უნდა იყოს ეიშა. როცა სერდარი წამოვიყვანეთ, როცა პისტოლეტი მოგეცი, როცა კუთხეში მიგემწყდიეთ, ყველაფერი სწორედ ასე უნდა იყოს. ეიშანი დასაწყისს უნდა დაუბრუნდეს. მე ვიცდიდი, უკან რომ დამებრუნებინა ის, რაც წამართვი. ესენი რატომ არიან აქ? მის გამო. მან იპოვა ბიჭი, რომელიც მის ქალიშვილზე იყო შეყვარებული. შეხედე. ახლა სერდარი უბედურია. როგორც მე ვიყავი მაშინ. წარმოიდგინე, რომ ის ომერია, მე კი სერდარი. მოდით. მოდით გავაკეთოთ ის, რისთვისაც შევიკრიბეთ. როგორ იყო ეს? როცა მე არაფერი არ ვიცოდი და მხოლოდ შენზე ვოცნებობდი. 4 ხნი შეიკრიბეთ? როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება? ეს სერდარის იდეა იყო. მაგრამ ერთი შეკითხვა მოსვენებას არ მოძლევს. დღეს გავიგებ ამ შეკითხვაზე პასუხს. როგორ დათანხმდით, რა უთხარით, როცა სერდარმა ის შემოგთავაზათ? როგორ მოიქეცით? დათანხმდით? არა. ალი. შენ რა უპასუხე? დავთანხმდე. ეს ასე ადვილი იყო? ო, მეგობარო. ჯენგიზ? ჯენგიზ არ გინდა. შენ გაგიჟდი. ჯენგიზი ეიშანისთან დასწრებით სიმართლეს არ იტყვის. მან დაუმალა ეიშანს, რომ ძარცვის დროს კაცი მოკვდებოდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულში ამბობს კიო. არა. რა თქმა უნდა, არა. ნუ ამბობ, არაო ჯენგიზ. თუ კი მართლა სერდარის გადარჩენა გინდოდა, რატომ არავის არ უთხარი? ჩემი SMS-ის შესახებ. ეიშანს რატომ არ უთხარი? მას ხომ არაფერი არ უთქვამს. მითხარი. მარტო რატომ მოხვედი? რატომ მოხვედი მარტო? ის გვეთამაშება.
რატომ არაფერი მითხარი? იმიტომ რომ მისი პასუხია კი შენი ჯერია ეიშან. არ გიპასუხებ. და არც კარს მოვშორდები. ეს რა შეცვლის? მე სასტუმრო გავათავისუფლებ. აქ მარტონი ვართ. ჩვენ სერდარის მოკლა გადავწყვეტეთ. ომერისთვის. დეიდა შენისთვის. ერენისთვის. შენთვის. დედა შენისთვის. ბაჰარისთვის. არა. ჩვენ ახლა შევალთ. ეს 13 წლის წინ უნდა მომხდარიყო. მერტისთვის, ეიშან. მერტისთვის. შეგიძლია შემაჩერო. მამა შენისთვის ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო. შენ სხვა არჩევანი არ გაქვს. კიდევ რისი გაკეთება შეგიძლია? არაფრის. არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ყველაფერი სწორედ ასე იყო. მაშინაც ასე იყო ყველაფერი. მაშინაც ასე იყო. ასე იყო. მაგრამ მე მოგცემ შანსს, რომელიც მაშინ არ მოგცეს. ლამაზი სერდარი. ეიშან რა მოხდა? ისინი წავიდნენ, მამა. მართლა? წავიდნენ. მართლა ეიშან? მე ვეხვეწებოდი. ვეხვეწებოდი ჩემნაირი ნუ გახდები მეთქი. ოდა წავიდა. წავიდა. სიმართლეს ამბობ? დამიჯერე, მამა. ყველაფერი მორჩა. გადარჩი. ეს შენ გააკეთე. შენ გამოდამინდეს ჩემო გოგონა. წარმოგიდგენია. მიუხედავად ამ გეგმებისა, მაინც შენ გადამარჩინე. რით დავიმსახურე ასეთი შვილი. ჩემო გოგონა. ჩვენ კინაღამ დაგვავიწყდა. კინაღამ დაგვავიწყდა. ახლა გამახსენდა. რა? ახალი წელი უნდა აღვნიშნოთ. მე გავაღებ. ალბათ თოვლის ბაბუა მოვიდა. თოვლის ბაბუა არ არსებობს, ბავშვი ხომ არ ვარ.
შეიძლება შემოვიდე. მგონი არ ღირს. კი, მაგრამ საჩუქრები მოგიტანა. ჩვენც გვაქვს საჩუქრები, მაგრამ შენთვის არ გვიყიდია. ერთი იდეა მაქვს, ჟან. შენ ახლა ჩემზე ნაწყენი ხარ. სამართლიანადაც. კარგი. იყავი ნაწყენი. არაფერს ვამბობ. შეგიძლია მთელი ეს წელი არ დამელაპარაკო. ოღონდ, მოდი ახლა. მოდი ახალ წელს შევრიგდეთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. აბა რა სიტყვი? გემრიელად მიირთვით. სტამბოლი 1974 წელი. ბავშვის საბუთები უნდა გაგვეფორმებინა და მერე წამოვსულიყავით. მოდი აქ, მერე გავაფორმებთ ყველაფერს. უკვე 12 ხდება. შეხედე საახალწლო ვახშამი შევუკვეთ. განა აქ ყველაფერი ისეთი გემრიელია, როგორც ჩვენთან სახლში. ნუ წუწუნებ ცხოვრებაში პირველად ხვდები ახალ წელს ჩემს ოჯახთან ერთად. შესანიშნავ ხასიათზე ვარ. მართლა? აბა რა? მამა გავხდი. მოიცადე. რადიოს ჩავრთავ. ამბობენ როგორც ახალ წელს შეხვდები, ისეთი წელი გექნებაო. ყველაფერი ასეც იქნება. ბედნიერი ოჯახი ერთადაა. მე სამსახურიდან მოვალ ხოლმე. ვიპოვე. ხმა საუწია. კიდევ გაქვს შანსი. იქნება სიკვდილია. რას ნეტყვი საყვარელო? კიდევ გვაქვს შანსი. რა კარგად თქვი, სამსახურიდან მოხვალ. შენ კარს მიიღებ. გეტყვი გამარჯობა ქმარო, შეხედე ჩვენს ბიჭს. ჩემ შვილს შავიკრავ გულში და ამ ქვეყნად ყველაფერი დამავიწყდება. არაფერზე არ ვიფიქრებ. იმიტომ რომ ეს სწორი საქციელი იქნება. ეს სწორია. ჩემი ადგილი აქ არის. ჩემი შვილის გვერდით. რამის. ბავშვს დავაძინებ და მოვალ.
bedelsin ah sen bir ömre bedelsin. Bravo. რამის Bitti artık. ყველაფერი დამთავრდა, სელმა. Bitti Selma. Kendine gel. თავი შეიკავე. მივესალმებით ჩვენს ძვირფას სტუმრებს სამსაღამოს. ახალი წლის პირველ წუთებში თქვენთვის სცენაზე გამოვა ჩვენი მოცეკვავე შაჰრაზადე. მზად ხარ? თავს არ დამანებებ არა. რამის? მე მამა გავხდი. წადი ჩემი ფიქრებიდან სელმა. წადი. 1975 წელი დგება. შენ მითხარი ყველაფერი დამთავრდა. მითხარი რომ აღარ გახსოვარ. არაფერი არ დამთავრებულა. ვიწყებთ დროის სათვლას 10, 9, 8. არც ერთი დღე არ დამვიწყები ხარ სელმა. 6, 5, 4, 3, 2, 1. მე ვერ ვიქნები შენთან ერთად სელმა. მაგრამ იცოდე, 50 წლის შემდეგაც საკუთარი ცოლი და ძმაც რომ გავყიდო, ამას ვერაფერს მოუხერხებ. მიყვარ ხარ სელმა. მიყვარ ხარ. მე ვერ ვიქნები შენთან ერთად. ვერ ვიქნები შენთან ერთად. მაგრამ არასდროს დაგივიწყებ. სამი, 2, 1. სტამბოლი 2011 წელი. ჩემო გმირო. გილოცავ ახალ წელს. ცუდია მერტი რომ ვერ მოვიდა.
არა უშავს სხვა დროს მოვა. ამ წელს მე ვარ თქვენთან, დეი და მელიხა. მამა. ის ვინც მერტი მოკლად ცოცხალი აღარ არის. O adam artık yaşamıyor. გესმის? ეიშან. ჩემო გოგონა, გილოცავ ახალ წელს. მეც გილოცავ, მამა. მომისმენე ეიშან. ოღონდ არ დამცინო. მოიცადე, ნუ რაფერს მომეტყვი. შენ ძალიან ბევრი დალია. არა, გეპიცები. იცი შიგნიდან რაც მღრნი და თითქოს სადღაც გაქრა. არ გეხუმრები. ასეთი რამ ხდება. მე შევიცვალე. ასეთი რამ არ ხდება. ხდება? რატომაც არა? თითქოს განვიწმინდე. შენი წყალობით. ამბიციებისგან გავთავისუფლდი. ჩემო გოგონა. წინ კარგი დრო გველის. მართლა? დღეს რაღაც მოხდა. ჩემს გოგონას შევხედე და არ ვიცი. არ ვიცი როგორ აგიხსნა ეს. საკუთარი თავი კი არ დავინახე. დავინახე ის, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყავი. იმის თქმა მინდა რომ ვამაყობ შენით. შენი სიარულის მანერით, შენი შეუპოვრობით, ჭკუით. ალბათ შენ გგავარ. არა. მაგრამ ახლა შევეცდები პირიქით. შენ დაგემსგავსო. ეს შესაძლებელია? ამაზე სასიამოვნო არასოდეს არაფერი გითქვამს, მამა. რა ბედნიერი ვარ. ისევ ჩემს გოგონასთან ერთად ვარ. ჭიქა მოიტანე ეიშან. დავლიოთ. ამიერიდან ლამაზი სერდარი საუკეთესო მამა გახდება. აბა, შევრიგდით? ჯერჯერობით კი. ნახოთ როგორ მოიქცევი. იცი ვის ეძინა ამ საწოლში? მერტს. სიამოვნთას მამიამბო. ახლა ის 64-შეა. მაგრამ დეი და მელიხა ამბობს ასე არ არისო. ამბობს მერტი დაბრუნდებაო. დაბრუნდება? არ დაბრუნდება. კარგი, ახლა დაიძინე.
ომერ მიდიხარ მერტ Abi. ძმაო Abi sen burada ძმაო დარჩი kal artık. დარჩი აქ დავრჩები ძმაო ახლა დავრჩები შენ შეგიძლია წახვიდე ბადე უისალი ეშანი თავი წესრიგში მოიყვანე აქ გასართობად არ მოვსულ ვართ დღეს დილიდან მუშაობ. თუ გინდა მოგვიანებით მოვალ. როგორ შეხვდით ახალ წელს? ხიარულად. შენ? რა იყო?
ესე იშანმა გააკეთა ძმაო? სხვა რამეზე იფიქრეთეფო. ეს ძალიან კარგია. ძვირფასო იესო, აქ იმისთვის დაგვიბარე, რომ ჩაი დაგველევინო და უარით გაგვისტუმრო. ნახე რა კარგად გამოვნახეთ საერთო ენა. არ ჩვენ გვინდა უსაქმო ჯდომა, თუმცა შენს შეუძლებელს ითხოვ. შენს ხალხს ავიყვან სამსახურში და შენ მოგებიდან წილს მიიღებ. ესეც შეუძლებელია? ის ეზელი რამეზის გაზრდილია. მისგან დაფარულად ვერ ვიმოქმედებთ. და მაშინ რა მოხდება? ნაჯიბ. ჩვენ შორის კონფლიქტი. ღირს კი ის ვიღაც ეზელი ამად. პრინციპში მისით მოხიბლული არ ვარ. არავის არ უსმენს. და ეს არ ჩვენ მოგწონს. მართალი ხარ ნეჯიბ. მოდის გიხდით დრო რომ დაგაკარგვინეთ. ბევრი რამ მსმენია შენ შესახებ. ვიცი ასეთ რამეს არასდროს აკეთებ. მე შევთავაზე იუსუფს ეს იდეა. ეზელი ორივეს დაგხოცავს, მაგრამ რას ვიზამთ? წავედით. კიდევ არის ერთი კაცი. ალი. კი, არის. ის როგორ მოგწონს? მე მგონი უფრო სანდო ჩანს. მართალი ხარ. მე მგონი ჯობს ალი მართავდეს მათ საქმეებს ეზელის მაგივრად. ის უფრო მეტად გავს ჩვენ. ეს ბიჭი მართალს ამბობს. არც ჩვენთვის და არც თქვენთვის არ იქნება ადვილი ეზელთან ერთად საქმის გაკეთება. აი მათ ინტერესებს ალი რომ წარმოადგენდეს იქნებ რაღაც გამოსავალი მოგვეძებნა. რამის დაველაპარაკები ვნახოთ. შენ ხომ ნეჯიბ გიუზი ხარ? მე რამდენადაც მსმენია, როცა შენი ძლევი განკარგულებას სხვები ასრულებენ. ახლა რაღაცი გაეხვია. გინდა ალი და ეზელი წააჩხუბო? მე რა ხერი მექნება მაკედან. შესავე შეკითხვა შენ თვითონ უპასუხე. თუ კი ისინი მზად არ არიან იმისთვის, რომ ეზელი თავიდან მოიშორონ, ჯერ ალი და ეზელი დავაპირისპიროთ. რაღაც არ გვყოფნის. რა ვქნათ? როგორ უნდა მოვიქცე? ვის ვუთხრა? რა? ბარში რაღაც გვაკლია. გინდა საუზმე მოგიმზადო? უცებ გავაკეთებ. არა, არ გინდა. კარგი. როგორი ერბო კვერცხი გიყვარს? ბოლომდე რომ არ იყო შემწვარი. მეც. ტოსტი მოგიმზადო? შეიძლება. კეჩუპსაც ხომ არ დაამატებდი? კარგი. არა, არ გინდა კეჩუპი. ჩემთვის სულ ერთია. ეს ხომ შენ უნდა ჭამო? მე ტკბილეულს ჭამპურთან ერთად. ძალიან გემრიელია. მე კიდევ ბავშვობაში აირანს ურევდი გაზიან წყალში. მე ბრინჯსაც კი პურით ჭამ. ამდენ პურს ჭამ? და მაინც ასეთი? კარგი აღნაგობა გაქვს. გამხდარი ხარ.
ო, გამხდარი ხარ. სულაც არ ვარ გამხდარი. ყველაფერს ბრძეს ვაყოლებ. ორცხობილოსაც, მანდარინსაც პიცას და შოკოლადსაც? და უმსოსისებს. ო. ერთ ლიმონს ერთ ჭამაზე. ლიმონი სისულელია. ბავშვობაში მეც ვჭამდი. მინდოდა მესაუზმა. თქვენც ისაუზმებთ? გზაში ვისაუზმებთ, წავედით. მოიცადე, მოდი, ჯერ ვისაუზმოთ. არა, ნეჯიბთან შეხვედრა გვაქვს. ეს ზიას ბრძანებაა. ახლა შენ გადმომცემ ზიას ბრძანებებს. ახლა სად არის? სახლში არ არის. ბარგი ჩაალაგა, დღეს ვიპოვით. პოვნა ადვილია. ნებისმიერის პოვნა შემიძლია. რამიზის გარდა. თემუს, შენი მედი გამიცრუე. რატომ გამოჩნდი ეიშანთან? შეცდომა იყო. ამ ბოლო დროს ბევრი შეცდომა დაუშვი. წადით. ბრაზდები იმიტომ რომ ეიშანმა შენ შესახებ გაიგო? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს კენან? რა მნიშვნელობა აქვს ეიშანი შენზე რას ფიქრობს? წადი ჯენგიზ. ის ჩემი ცოლია კენან. ჩემი ცოლი. სტამბოლი 1975 წელი. მიყვარხარ სელმა. ერთად ვერ ვიქნებით, მაგრამ მე შენ არასდროს დაგივიწყებ. გეყოფათ ხვევნა კოცნა. თორემ ორივენი ციხეში ამოყოფთ თავს. ახლა მეკითხები რა მინდა? გოგო წაიყვანე და წახვედი. მე მკითხე რამე? ხოლო ჩენ არ ხარ ამ ქვეყანაზე. სხვა ადამიანებიც არსებობენ. მიიღედ მოიხედე. თქვენ შორის დავჯდე? რატომ გააკეთე ეს? რატომ? რატომ? წყეული მწიყავ რამის. ორივენი დაგწყევლოთ ღმერთმა. რამის. რატომ მომეკეცით ასე?
ზია, ის გარიგება, რომელზეც ვილაპარაკეთ. დრო ამოქმედება დავიწყოთ. ეს მსხვილი გარიგებაა, ზია. მომისმინე. ზია, ლაპარაკია იარაღზე. უკვე წლებია ამ საქმეს ატრიალებენ. ნებისმიერს მოკლავენ, ვინც იქ ცხვირის ჩაყოფას დააპირებს. მაგრამ შენ გაუმკლავდები. რას ჩაიხვიე, ზია. დიდი ადამიანი ვარ? მეც ადამიანი ვარ. დავით ამანებე, მეც ადამიანი ვარ. რამის? რა გინდა? რა მოხდა? თქვი ენა გადაყლავე? მე მივდივარ. მივდივარ. ყველაფერი მორჩა. რას ნიშნავს მიდის როგორ? მე რა ვიცი, ვერაფერს მივხვდი. იქნებ ჩვენი ლაპარაკი მოისმინა. კენან რა მოხდა? თქვი რამე რა ხდება? შენ? იგი მეგონა. მაშეს შენ გამოვა? ის არსად არ წამოვა. წადი აქედან. მე ვთხოვე მოსულიყო. კი, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ ნუ ბეზრდა. კლუბი მე შემატოვე და წახვედი. დღე და ღამე ვმუშაობ. ეს საჩემო საქმე არ არის, მორჩა. ხომ გაიგონე რამის? მას არ სჭირდები. მიმყავს ჩემი ძმა აქედან. სადაც გინდა იქ წაიყვანე. ამით მაინც ვერაფერი შეიცვლება. ის ჩემი ძმაც გახდა. კენან არ შეიძლება ასე წასვლა. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც შენთვის გავაკეთე, რაღაც მაინც თქვი. აქედან მივდივარ, იმიტომ რომ შენთან ლაპარაკი არ მინდა. არ გინდა. შეიძლება ასე ჯობდეს კიდეც. ეს კარგად არ დამთავრდება რამის. მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება. წავიდეს სანამ უარესად არ გამწვავებულა სიტუაცია. ის სელმაზია შეყვარებული. ამაში გამოუტყდა. მე კი ძმას ვეძახდი. მე მას ვეძახდი. ძმას ვეძახდი. ძმას ვეძახდი. ასე არ შეიძლება. თავს დავიღუპავ, ამაზე რომ ვიფიქრო. ვუგრძელავ ჩემს თავს ამაზე ფიქრს. თავს უმტკიცებ, რომ მათ ეს დაიმსახურეს. როგორ ფიქრობ, რას აკეთებს ახლა? ალბათ სადღაც დაიმალა, მან ხომ საკუთარი მამა მოკლა. არ წახვალ მის მოსაძებნად. ვერ წავალ, არ შეიძლება. იშანი მამამისი. მოკლედ მაგარი ისტორია. როგორ მოგეხსნენ? სამაგიეროდ ახლა თვითონ მოკლა მამამისი. იმ კაცმა მეც დამეგრია ცხოვრება და ჩემს მშობლებსაც. მან ჩემი ძმა მოკლა. ოდა თავიდან მოვიშორეთ. შური ვიძიათ.
საკითხავი ისაა, ამით რამე შეიცვალა. რაღაც უნდა შეიცვალოს. იცვლება. ნელ-ნელა, მაგრამ რაღაც მაინც იცვლება. მაგალითად რა? მე რა ვიცი. რაღაც სურვილები მიჩნდება ნელ-ნელა. დილით სიზარმაცე მომერევა ხოლმე. გამახსენდა რას ნიშნავს ცხოვრება, ძმაუვალი. განა ეს არ დავიმსახურე? წარმოგიდგენია. რა? გოგოა მთავარი. სისულელეს ნუ ლაპარაკობ. რა თქმა უნდა ასეა, შენ გაგახსენდა რას ნიშნავს ცხოვრება. ეგ საგენკი შენს ამ პარტავნებს დაუყარე. მე კი პირდაპირ მითხარი, რომ საქმე გოგოს ეხება და ყველაფერს გავიგებ. ვინ არის? მოდი თემა შევცვალოთ. ვინმე ჩვენი ბარიდანაა? შენ როგორ გაქვს საქმე აზატთან? ცუდად. და მოდი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. ბაჰარის გამო? ამაზე ნუ ვილაპარაკებთ მეთქი. შეიძლება რაღაც გითხრა ალე? არა. აზადი ხელიდან არ გაუშვა. მივხვდი, ის ჩვენი მიმდანი გოგოა. მასთან ერთად რაღაცაზე იცინოდი, მე რომ მოვედი. ასეა? სწორედ ასეა, აზადმა შეგატყო. რა თქვა აზადმა? რა ქვია იმ გოგოს? ეიდე? ბადე. ნახე რა მაგარი ნახტომია. უბრალოდ მისი სახელი გითხარი, არსად არ გადამხტარ ვარ. შეიძლება რაღაც გითხრა. არა. მოვედით. რა გინდა? პარტნიორო. ერთი პატარა სამსახური გამიწია. ეს გავარჯიშებად ჩათვალე. ერთმანეთს რომ მივეჩვიოთ. მოგლებ თქვი. ეიშანი უნდა ვიპოვო. გული მიგრძნობს კენანი პირველი იპოვის. სამუშაო მომაყარა. იქნებ თვალყური მიადევნო კენანს, თან ეიშანის პოვნაშიც დამეხმარები. გააკეთებ? რა სიტყვი? გააკეთებ? Алло, Темус. ერთი მომიყევი რა მოიფიქრე ალისთან და ეზელთან დაკავშირებით. ოღონდ ისე რომ დამარწმუნო. ისე რომ მოსაწყენი არ იყოს ჩემთვის. ჩვენ უპირატესობა გვაქვს. მაინც რა უპირატესობა? მე მე ვიცნობ მათ. ეზელსაც, ალისაც. რაც უფრო მეტად ურტყამთ მათ, მით უფრო სწრაფად დგებიან ფეხზე. საკმარისი ძალით თუ დავარტყამთ, ვეღარ წამოდგებიან. ზედმეტი თუ მოგვივა, მარტო ისინი კი არა, სხვებიც ვეღარ წამოდგებიან. არ ვიცი შენიშნე თუ არა, მაგრამ შენ და კენანი მათ არ უყვარხართ. ერთი მაგათი დედაც. ეს მეთოდია, მაგრამ მოდი ამჯერად ჩემი მეთოდი მოვსინჯოთ. ეზელის და ალის საჩხუბების ერთადერთი ვარიანტი არსებობს. თვითონ ეზელი და ალი. გასაგებად მითხარი. ალი ყოველთვის მეორე იყო. დაინახავს თუ არა შესაძლებლობას, არც დაფიქრდება ისე ჩაეჭიდება. ეზელს თავისი მეთოდები აქვს, მაგრამ თუ კი ალი იწყებს გემი ფსკერისკენ წევა. ისინი ხომ საუკეთესო მეგობრები არიან. ბატონო იოსუფ, საუკეთესო მეგობრები დაუძინებელ მტრებად იქცევიან ხოლმე. დამიჯერე.